რა თქმა უნდა, კობახიძეს და მთლიანად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა. აღმოსავლეთ ტიმორის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა არის პრაქტიკულად მათი მაქსიმუმი, მაგრამ სინამდვილეში ოცნება ძალიან აქტიურად მუშაობს პროპაგანდაზე, კონტრპიარზე, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ვიღაცა მათი ომში ჩათრევის მოთხოვნით უუქმებს საქართველოს უვიზო რეჟიმს, რომ მათ აიძულებენ გახსნან მეორე ფრონტი წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ, უпростоრედ საქართველოს მიმართ შემოვა სავიზო რეჟიმი დაბრუნდება 8 წლის წინანდელ ისტორიას დაუბრუნდებით და პრაქტიკულად წინ წასვლის მაგივრად ქვეყანა უკან წავა წარსულში და დაბრუნდება ის პერიოდი, როდესაც საათობით იდგა ხალხი ვიზების რიგში, მაგრამ იქაც არ იქნება გარკვეული, ჩვენ თუ ბელორუსს საბოლოოდ დავემსგავსეთ, ბელორუსელები ვერ დადიან ევროპაში 10-დან შეიძლება 1 ადამიანს მიცენ ვიზა და ეს იქნება ჩვენი ხვალინდელი რეალობა, მაგრამ აქვე უნდა გვესმოდეს პირველ რიგში ოცნების ამომრჩეველს, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ დასავლეთი რასაც თხოვს კი არ თხოვს, არამედ ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის მისწრაფება და სურვილი, რომ ვიყოთ ევროპის ნაწილი. ისინი ჩვენგან ელოდებიან, რომ ჩვენც ევროპული დემოკრატიული ღირებულებები ცხოვრობდეთ, იყოს კანონის უზენაესობა, როდესაც სამართალი თანაბარია ყველასათვის და იყოს ადამიანის უფლებები დაცული. არ ყალბდებოდეს არჩევნები, არ იყვნენ პოლიტპატიმრები ციხეებში. აი ამას გთხოვს ევროპა, ამას ელოდება შენგან ევროპა, აი ამ ძალიან ელემენტარული დემოკრატიული სტანდარტებით ცხოვრებას ითხოვს საქართველოში, რაც ჩვენთვისაც კარგია, სულ არ არსებობდეს ევროპა. ჩვენთვის კარგი არ არის საქართველოსთვის, ქართული საზოგადოებისთვის, რომ ჩვენთან იყოს დემოკრატია და სამართლის უზენაესობა. ხომ კარგია. სწორედ ეს უნდა ევროპასაც, რომ მათი ღირებულებითი სისტემის ნაწილი გახდეს საქართველოს, იყოს წარმატებული, განვითარებული, პროგრესული, მდიდარი ეკონომიკურად ინტეგრირებული ევროპაში და საერთოდ არ იქნება უვიზო და სავიზოზე საუბარი, ჩვენ პირდაპირ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავხდეთ სრულუფლებიანი წევრი ევროპის კავშირის. აი ამ შანსს, ამ შესაძლებლობას ართმევს კობახიძე და დანარჩენი ბიძინა ივანიშვილის დაჯგუფება ჩვენს ხალხს და საქართველოს.